მიშა, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და მიხარია გაცნობა პირველ რიგში უკვე აი ამ ამპლუაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ, ყოველთვის გვიხარია თქვენი მასპინძლობა ჩვენს კომპლექსში. აქ ამოსვლა მართლა გამორჩეული სიამოვნებაა. ჩვენი საუბარი თქვენის ნებართვით მინდა დავიწყო იმ სიახლეებით, რაც რეალურად გვაქვს, რეალურად გეგმა დღე პირველიდან მოყოლებული 2025 წლის სექტემბრისთვის რა ეტაპზეა? თბილისი ჰილსი არის დახურული ტიპის საცხოვრებელი უბანი, რომელიც მოიცავს 331 ჰექტარ ტერიტორიას, საიდანაც 60 ჰექტარი ეთმობა საერთაშორისო დონის 18-ფოსოიან გოლფის მოედნებს. ჩვენ ვავითარებთ დაბალი განაშენიანების ევროპული სტილის უბანს. უძრავი ქონების მიმართულებით გვაქვს 3 ძირითადი პროდუქტი, მიწის ნაკვეთები, სადაც ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ 1000-დან 11000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთებს, რომელსაც მოყვება წითელ ხაზებთან მიყვანილი ყველა კომუნიკაცია, სასმელი და საირიგაციო წყალი, ელექტროენერგია, დენი და ინტერნეტი. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გამოტანილი კომპლექსის C2 სექტორი, სადაც გვაქვს 54 მიწის ნაკვეთი, რომელთა უმრავლესობა უკვე გაყიდული არის. ერთ თვეში დავასრულებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მოეწყობა ასფალტის საფარი, გარე განათება, საპარკინგე ზონები. ჩვენი მეორე ძირითადი პროდუქტი არის აპარტამენტები. ჩვენ უკვე დავასრულებთ 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა, რომელიც სრულად გაყიდული არის და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყეთ 3 ახალი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ეს პროდუქტი გამორჩეული არის ბაზარზე არსებული შეთავაზებებიდან რამდენიმე თავისებურებით. პირველი, ჩვენ ვიყენებთ ძალიან მაღალი დონის სამშენებლო მასალებს, გვაქვს ჰიდროიზოლაციის ბასვის მასალები, შუკოს ვიტრაჟები, ლამინამის ვენტილირებადი ფასადი, შინდლერის ლიფტები და სხვა. ბინები გამოირჩევა დიდი ტერასებით, ულამაზესი ხედებით შავნაბადის მონასტერსა და თბილისზე და ძალიან სასიამოვნოა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეისყიდონ ის ნახევარ ფასად. ეს საცხოვრებელი ბლოკები იქნება ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი კომპლექსში, ვინაიდან მის გარშემო შენდება ასევე კომერციული შენობა, სადაც იქნება მარკეტი, კაფე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. საცხოვრებელ ბლოკებს ერთ მხარეს აკრავს გოლფის მოედნები, აბსოლუტურად სიმწვანეში არის ჩაფლული. ბლოკების გარშემო ვავითარებთ 20000 კვადრატულ მეტრზე ახალ თბილისი ჰილსის ცენტრალურ პარკს, რომლის პროექტირებაზეც ვიმუშავეთ იტალიურ კომპანია Open Fabric-თან. პროექტი უკვე დასრულებული არის და შემდეგი წლის გაზაფხულზე გეგმავთ ლანდშაფტის სამუშაოების დაწყებას. და სიახლე დავამატეთ 4 ახალი თანამედროვე ვილა, რომლის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია, მიწის სამუშაოები და კომპანია გეგმავს, რომ 2026 წლის მესამე კვარტალში დაასრულოს. ვართ ძალიან მოქნილები, როგორც გადახდის პირობებში, ასევე შეთავაზებულ პროდუქტში, მაცხოვრებელს შეუძლია აირჩიოს რა მდგომარეობაში სურს ამ უძრავი ქონების შესყიდვა. თვითონ უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობთ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე. ეს 3-5 წელი თბილისი ჰილსის განვითარებისთვის, თვითონ დეველოპმენტის მიმართულებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დავასრულეთ პირველი პარკის მშენებლობა კომპლექსში, რომელსაც უწოდებთ Woods Parks. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ მაცხოვრებლებს შეუძლიათ დრო გაატარონ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ახლა ვავითარებთ მეორე ფაზას, სადაც იქნება იოგის ცენტრი და გარე სატრენაჟორო ადგილი. მნიშვნელოვანი პროექტი არის ჩვენი სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს იქნება ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრი, რომლის მშენებლობაც სულ მალე დაიწყება. ამ პროექტზე ჩვენ ვიმუშავეთ საერთაშორისო კომპანია OAB-სთან ერთად. ეს არის ცნობილი კომპანია ბარსელონოდან, ესპანეთი და გვაქვს ამბიცია, რომ ეს პროექტი გახდება არაერთი საერთაშორისო ჯილდოს გამარჯვებული მომავალში. აქტიურად მუშაობთ ასევე გოლფის ახალ შენობაზე, ეგრეთ წოდებულ Clubhouse-ზე, რომელიც დააპროექტა ცნობილმა ჰოლანდიურმა კომპანიამ Mecanum. პროექტირება მანდაც დასრულებული გვაქვს უკვე და მშენებლობა მანდაც უახლოეს მომავალში იგეგმება. დეველოპმენტის მიმართულებით თქვენი გადმოსახედიდან, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრი, როგორ აფასებთ მოთხოვნას ყველა იმ აქტივის მიმართ, რასაც თბილისი ჰილსი თავასობს დაინტერესებულ პირებს. რამდენად აქტიურია შემოსვლა, საუბარია რეზიდენტებზე, არარეზიდენტებზე, როგორ მიმდინარეობს გაყიდვების პროცესი და აქ რა უპირატესობით ხართ ბაზარზე?
გაყიდვების დინამიკა ძალიან კარგი არის. ჩვენ უკვე გაყიდული გვაქვს 130-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. ძალიან ბევრი ქვეყანა არის წარმოდგენილი უკვე თბილისის ჰილში, რითაც ჩვენ ძალიან ვამოყობთ ამ მულტინაციონალურობით. ჩვენ როგორც კომპანია ასევე ვზრუნავთ, რომ შევქმნათ სამეზობლო, იყოს განსხვავებული, ვატარებთ არაერთ ღონისძიებას ჩვენი მაცხოვრებლებისთვის, რათა ადამიანებმა უფრო აქტიურად დაიწყონ ერთმანეთთან მეგობრობა. კლიენტთა მომსახურების კუთხით ყავს კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, რომელიც ფოკუსირებული არის მაცხოვრებლების ყველა საჭიროების დროულ, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებაზე. განსაკუთრებით გამოვარჩევ ჩვენ ინფრასტრუქტურულ ნაწილს, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ დროს და ენერგიას და რესურსებს ვხარჯავთ და ვფიქრობ, რომ უნიკალურ ინფრასტრუქტურულ გარემოს ვქმნით თბილისის ჰილში. საფირმო გოლფი თბილისის ჰილსის ერთადერთი და განუმეორებელი და სექტორი, რომლითაც არანაკლებ ამაყობთ. ნამდვილად. თბილისის ჰილში. სად ვართ მიშა და რა ეტაპზე აქ? ჩვენ ვიმყოფებით ახლა მე-16 მოედანზე, ეს არის ჩვენი საამაყო გოლფის მოედანი. სხვათა შორის ყველაზე რთული გოლფის მოედანია, ჩვენს 18 ფოსოდან ეს არის ყველაზე რთული მოედანი და ყველაზე საინტერესო, ასე ვთქვათ, გამორჩეული მოედანი არის, რომელზეც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და აქეთ არის უკვე ჩვენი დასრულებული სექტორი, აი სექტორი. ხედავთ ალბათ რა ახლოს ცხოვრობენ ჩვენი მაცხოვრებელი სიმწვანესთან, გოლფის მოედნებთან, სულ 2 მეტრი არის გოლფის მოედნებთან. ანუ აი ამ მაცხოვრებლებისთვის ფაქტიურად არის. აქედან გადმოდიან და პირდაპირ გოლფს თამაშობენ. ეს არის სრულად დასრულებული სექტორი. ის ინფრასტრუქტურა, რასაც თბილისის ჰილსი თავის მაცხოვრებლებს სთავაზობს, ასფალტის 2 ფენა, სანიაღვრე სისტემა, ყველა კომუნიკაცია მიყვანილი უძრავ ქონებასთან, მწვანე ღობეები, რაც ჩვენი სავიზიტო ბარათია, ჩვენ მაცხოვრებლებს არ შეუძლიათ რომ ააშენონ ბეტონის ღობეები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს მხოლოდ მწვანე. ეს იმვალდებულების ნაწილია, რომ იმვალდებულების ნაწილი არის, დიახ, აქეთაც სულ გამწვანებული ზონა არის. და რეალურად არის ძალიან დაცული კამერებით აღჭურვილი, სულ არის ექსკლუზიური 14 მიწის ნაკვეთი, საიდანაც ყველა გაყიდული არის. რა თქმა უნდა, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ეს ინფრასტრუქტურა შეინარჩუნოს, მთელი გუნდი მუშაობს ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე, რაც არის დასუფთავება, უსაფრთხოება, ასფალტის მორეცხვა, გარეგანათების კონტროლი, სამებაღეო დეკორატიული სამუშაო. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, კომპანია უზრუნველყოფს ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. მიშა, არის ერთი დეტალი, რახან ინფრასტრუქტურა ახსენეთ, თქვენ ახსენეთ ასევე სივრცეებს შორის ვუდს პარკი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, რაც ასევე ასახულია თქვენს ვებგვერდზეც, ამ მიმართულებამ იმაზე მეტი განვითარება ჰპოვა, ვიდრე მხოლოდ თბილისის ჰილსის ინფრასტრუქტურაზე და ამ უკიდეგანო სილამაზეზე ზრუნვა. რა გადაწყვეტილება მიიღეთ კომპანიაში და თუ შეიძლება რომ პირობითად ორ ნაწილად დავუყოთ ჩემ კითხვაზე პასუხი. გამწვანებაზე ზრუნვა თბილისის ჰილსის წიაღში და გამწვანება როგორც ასეთი, რომელიც ყალიბდება თქვენს ერთ-ერთ ძირითად დამოუკიდებელ ბიზნეს მიმართულებად, რომელსაც თავაზობთ საზოგადოებას. გიორგი, როგორც გითხარით, ჩვენ ვფლობთ 60 ჰექტარ გოლფის მოედანს. რეალურად ეს არის ყველაზე დიდი მოვლილი გამწვანებული ზონა საქართველოში. ვაკვირდებოდით, მომხმარებელი რა ფაქტორებით იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შესყიდვისას. მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ჰქონდეს სერვისებზე წვდომა. და ვინაიდან ჩვენი ძირითადი პროდუქტი არის მიწის ნაკვეთები, ჩვენ უკვე 2023 წელს გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის შეგვეთავაზებინა ეგრეთ წოდებული გამწვანების სერვისი, რათა მათი ეზოებიც ყოფილიყო ისეთი მაღალი ხარისხის გამწვანებით, როგორც გვაქვს ჩვენი გოლფის
მოედნები. რამდენიმე წარმატებით გაკეთებული პროექტის მერე თვითონ ჩვენმა მომხმარებლებმა მოგცეს ინსპირაცია ეს მიმართულება გარდაგვექმნა დამოუკიდებელ ბიზნეს მიმართულებად და ასე შეიქმნა თბილისი Hills Landscape-ის იდეა, რომელიც დღეს უკვე როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კორპორატიულ კლიენტებს თავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს. ეს საკმაოდ კომპლექსური მომსახურება არის და გავშლი ახლა უფრო რა სერვისებს მოიცავს ეს. და გადაწყვეტილების მიღებისას, სანამ მივიღებდით გადაწყვეტილებას, რომ ახალი ბიზნეს მიმართულება გაგვევითარებინა, ჩვენ ჯერ დავაკვირდით ბაზარს, რამდენად არსებობდა მოთხოვნა მაღალი დონის გამწვანებას და ჩვენ გვინდოდა ჩვენი პოზიტიური როლი შეგვეტანა საქართველოს მეტად გამწვანებაში. როგორც კომპანიას, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით და მესამე ეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს გოლფის მოედნების გამწვანების და წყლის მართვის მიმართულებით, გვინდოდა სხვა ადამიანებისთვისაც გაგვეზიარებინა. ვინ არიან ესენი, რომელიც თბილისი Hills Landscape-ის სერვისებით ისარგებლეს და სარგებლობენ დღემდე. წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე ჩავერთეთ M-კვადრატის M-კუბის მარშალგელოვანის პროექტზე, სადაც გავამწვანეთ 25,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია, 7 საცხოვრებელი ბლოკი და M-კუბის პარკი. ჩვენ პარტნიორ კომპანია M-კვადრატთან შეთანხმებით დავრჩით M-კუბის პროექტში და მართავთ 7 ბლოკის გამწვანებულ ზონას, ეს არის დაახლოებით 20,000 კვადრატული მეტრი. სულ ახლა-ხანს დავასრულეთ Colliers-ის დეველოპერული პროექტი Suburban Lisi, სადაც გავამწვანეთ დაახლოებით 4,000 კვადრატული მეტრი და სამოოდ თანამშრომლობას ვაპირებთ მათ საგურამოს პროექტზეც. მონაწილეობთ არაერთ დიდ პროექტზე ახლა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი სიახლეები გვექნება მომავალში. გამწვანება ზოგადად კომპლექსური მომსახურებებისგან შედგება და ჩვენ ყველა სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებლებს. ჩვენი სერვისები მოიცავს ლანდშაფტის არქიტექტურას, მიწის სამუშაოებს, როგორც მიწის მოსწორებით, ასევე უკუჩაყრით სამუშაოებს, საირიგაციო სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, საშემსრულებლო ნახაზების მომზადებას, მცენარეების იმპორტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, დარგვით სამუშაოებს, ბალახის თესვით და დაგების სამუშაოებს. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მომხმარებელს თავაზობს ჰიდროთესვით სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენ 2 თვე უფასო მოსახურებას ვთავაზობთ, რათა მივიყვანოთ იდეალურ კონდიციამდე გამწვანებული ზონა. სხვადასხვა და ურიცხვ პარტნიორებს შორის, ვისთანაც ერთად თბილისი Hills და სხვადასხვა სერვისებს ავითარებთ აქ, არის საკმაოდ საინტერესო შეთანხმება თბილისი Hills და TBC დაზღვევას შორის, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფოკუსირებულია მხოლოდ გამწვანებაზე. მიღმა კომპლექსური მომსახურებისა ეს ბევრი რისკის მატარებელი ბიზნესიც არის. თქვენ ჩართეთ ამ თემაში ერთ-ერთი წამყვანი ქართული სადაზღვევო კომპანია. რა ტიპის შეთანხმება გაქვთ? ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლებზე ზრუნვა არის პრიორიტეტი და ჩვენ პარტნიორ კომპანია TBC დაზღვევასთან ერთად შევქმნით უნიკალური პროდუქტი, რომელიც გამწვანების ინდუსტრიაში საქართველოში არ იყო. ეს არის პროფესიული დაზღვევის პროდუქტი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ყველა სერვისი, რასაც ჩვენ მაცხოვრებლებს და მომხმარებლებს ვთავაზობთ, დაზღვეული არის TBC დაზღვევის მიერ. იმ შემთხვევაში თუ მცენარე გახმება ან სხვა დეფექტი ექნება ჩვენს მომსახურებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მასზე სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ, რომ გამოვასწოროთ, თუმცა ეს ასეც რომ არ მოხდეს, ჩვენ მომსახურებას TBC დაზღვევა უმაგრებს ზურგს. ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, ვინაიდან ჩვენ მივედით ამ იდეით TBC დაზღვევასთან და ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანია TBC დაზღვევა გამოყვა ამაში და შეიქმნა ეს პროდუქტი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა პიონერები ვართ ამ პროდუქტში საქართველოში, ეს ძალიან კარგი იქნება თვითონ ინდუსტრიის განვითარებისთვის და განსაკუთრებით მომხმარებელთა დაცვის კუთხით და იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა სადაზღვევო კომპანიებიც და გამწვანების კომპანიებიც ისარგებლებენ ამ პროდუქტით. გუნდი, რომელიც ზრუნავს ამ ყველაფერზე მებაღეებიდან დაწყებული არქიტექტორებით, ლანდშაფტ არქიტექტორებით დასრულებული, ნიშნავს თუ არა ეს, რომ თბილისი Hills-ის მაცხოვრებელი მას ყავს ამ სერვისის აღების შემთხვევაში ფაქტიურად საკუთარი მებაღე, რომელიც ზრუნავს დაახლოებით აი ხარისხის მიღებაზე, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, გულისხმობ გოლფის მოედნებს და რა ტიპის სერვისები გაქვთ თქვენ კორპორაციულ კლიენტებთან, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია,
მათთანაც მიმაგრებულია მუდმივად მენეჯერი და გუნდი, რომელიც უკვე იმ ინფრასტრუქტურაზე ზრუნავს. აქ რა ტიპის კომფორტს უქმნით თქვენს პარტნიორებს და მაცხოვრებლებს? ყველა პროექტს, როგორც თქვი, ემსახურება სერვის მენეჯერი, რომელიც ფოკუსირებული არის კონკრეტულად იმ პროექტზე, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები მისაღები და ჩვენ პარტნიორებთან სულ ვართ ხაზზე, რომ არ იყოს რაიმე შეფერხება მომსახურების მიწოდების ნაწილში. ჩვენ ზოგადად სანამ სხვადასხვა პროექტებზე გავუშვებთ, ჩვენ მებაღეებს, ან აგრონომებს, ან ირიგაციის სპეციალისტებს თბილისის ჰილში რამდენიმე თვიან ტრენინგს ვატარებთ, ბევრი მიმართულები თუ ასწავლით და შემდგომ უკვე, როდესაც დააკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტს ჩვენი დასაქმებული, უკვე უშვებთ სხვადასხვა პროექტებს. დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის და საუბრისთვის, მიშა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, როგორც ვით.